ყველაფერს თავისი წესი აქვს და ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს. ეთიკა რას ნიშნავს? აი რა დროს როგორ მოიქცეთ სწორედ მოქცევა რა არის. ანუ ეს არის საზოგადო წესი. ანუ შენთვის, ჩემთვის, დავითისთვის, ეკატერინესთვის ეს საერთო ზოგადი წესია. მაგრამ უყურე ჩემო ძვირფასებო, თუ ეს წესი ჩვენ არავინ გვასწავლა, ჩვენ როგორ გვეცოდინება სწორე რომელია. შეიძლება ადამიანს ძალიანაც უნდა რომ სწორედ მოიქცეს, მაგრამ არ იცის როგორ არის სწორედ მოქცევა. ამიტომაც, ესე იგი, ჩვენ აი ამით ეთიკის წიგნით, ეს პატრიარქის კურთხევა, ილია მეორის კურთხევა, ჩვენ შევადგინეთ ეს წესები, რომ თქვენ იცოდეთ როგორ არის სწორად მოქცევის წესები. აი გამასპინძლება. ეხლა ჩვენ ვიცით რომ ქართველები სტუმართ მოყვარე ხალხი ვართ, ძალიან გვიყვარს სტუმრის პატივისცემა, კარგად დახვედრა, მოფერება, მოალერსება და ესე იგი ბედნიერად გამასპინძლება და აი სუფრის გაშლა. იცით ეხლა რომ ძველი ქართული წესების მიხედვით სტუმარი რომ მოიცა შემოვიყვანოთ ეს მეგობარი, აი აჰა. სტუმარი რო გვეწევა სახში, იცით რომ იმას ჭირდება გამასპინძლება ჩვენი. იცით რომ ქართულად ესე არის რომ გაუშლით ხოლმე სუფრას. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი რაც ვიცით ქართველებმა, აი იმას გავშლით ლამაზად და გვინდა რომ პატივიცე და ბედნიერად გავისტუმროთ, ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ. აბა ეხლა მოდი ამასაც თავისი წესები აქვს. წვეულების ჟამს ყურადღების ცენტრში მოქცეულია სუფრა. ქართულად, ჩემო ძვირფასებო, ამ სუფრაზე გაწყობილ სადილებს და თამადას და მასპინძლებს და სტუმრებს, რომელიც ერთად ჭამენ, სვამენ და სათხეგრძელოებს ამბობენ და ეფერებიან, ქართულად ნადინი ჰქვია. ნადინი. ესე იგი, რაც უფრო საზეიმოა ან სუფრის მიზეზი, მით უფრო ლამაზად და წესიერად უნდა გაიშალოს სუფრა. ანუ ამას, აი ამ მდგომარეობას, ხო, თავისი წესი აქვს ჩემო ძვირფასებო. სუფრის ქვეშ თეთრი ფლანელი ან სხვა რბილი ქსოვილი დააფინეთ. ანუ ნახეთ რას ნიშნავს სუფრა, რომელსაც გარედან აფარებენ თეთრად ლამაზად, იმის შიგნითო სხვა აი ამას თურმე ფლანელი ქვია, ფლანელი, ანუ რატოა? რათა თავიდან აიცილოთ ცხელი საჭმლის დაქცევის შემთხვევაში მაგიდის გაფუჭებაო. ხედავთ? ეს ყოფილა ყველაზე სწორი. სხვათა შორის ამ საშუალებით ჭურჭელისა და დანა ჩანგლის ხმაურსაც შეარბილებ. ანუ ფლანელი არ არის თხელი და სიტყვაზე ჩანგალი დავარდა, ხო? ის მის ხმაურს შეანელებს. და სუფრაზე სიწყნარე იქნება და ყურადღება და დანაჩანგლის ხმაურსაც შეარბილებსო, ასეთი რჩევა. ფლანელი ზომიერად უნდა ფარავდეს თელ მაგიდას. ანუ ნიშნავს, რომ გადმოშვერილები გვერდზე არ უნდა იყოს ფლანელი. ფლანელი რო ჩანდეს, არასწორია. თეთრი სუფრა უნდა იყოს კარგად გაუტოვებული და უზადოდ სუფთა. ანუ თეთრი ფითქინა. ესე არის მოღებული მსოფლიო სტანდარტით, რომ სუფრა უნდა იყოს ქათქათა თეთრი, რასაც ქვია. ერთი პატარა ლაქაც კი არ უნდა აჩვიდეს. სადილისა და ვახშმის დროს მაგიდაზე გადასაფარებლად მიღებულია თეთრი, ხოლო საუზმისა და სამხრისას ჭრელი ყვავილებით მოჩითული სუფრა. აი ესეთი რჩევა. თუ ბაღში ან სადმე სხვაგან ბუნების წიაღში ვსადილობთ, აგრეთვე დასაშვებია მაგიდის ყვავილებით მოხატული გადასაფარებელი. სუფრა მაგიდის 4-ვე მხარეს 20-30 სანტიმეტრით უნდა იყოს გადაცილებული. აი ნახეთ, ეს ხო სუფრა, რო გადავაფარებ, აი აქ გადმოშვერილი უნდა იყოს დაახლოებით აი ამხელა მანძილი. იქიდანაც ამხელა, აქედანაც. ანუ ძალიან დიდიც არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ხელ შეგვიშლის დაჯდომაში. ესე იგი, მცირედით უნდა იყოს 20-30 სანტიმეტრით გადმოწეული რა. სადილისა და ვახშმის დროს მაგიდაზე გადასაფარებლად, ხო, ეს უკვე ესე იგი თქვით,
თუ მრავალი სტუმარი ყავთ და ყველასათვის არ ყოფნით ერთიანად მოხატული ჭურჭელი, ნახე, თუ ერთნაირი ჭურჭელი გვაქვს, თეფშები ყვავილიანი, თქვათ, დავაწყობთ ყველას, მაგრამ თუ არ ყოფნისო, ნუ შეწუხდებით, არა უჭირსო, გვამშვიდებენ, ერთნაირი დანები, ჩანგლები და კოვზები დაულაგეთ სტუმართა გავწეულ რაოდენობას, დანარჩენებს კი სხვა სახით, მაგრამ ერთნაირიო. ესე იგი, სასურველია თუ გვაქვს საშუალება ერთნაირი თეფშები დავაწყოთ სტუმრებისთვის, ერთნაირი ჩანგლები, ჭიქები და ასე შემდეგ, მაგრამ თუ არ გვაქვსო, რაც გვაქვს, იმას დავუწყობთ. ხოლო დაბალი, ყვავილებიანი ლარნაკი პირდაპირ მშვენებაა საზეიმო სუფრისო. ალბათ ხვდებით, ლარნაკი არის ვაზა, რომელშიც ყვავილებია და შუაში იდგმება. ხო და ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაღალი და ძალიან განიერი ყვავილები რატო არ არის სასურველი, იცი დავით, შემოგვიფასო. იმიტომ რომ ჩვენ სუფრას რო შემოუსხდებით, ერთმანეთი გვაინტერესებს, რომ უყუროთ, მოვერთეროთ, ჩავეხუტოთ, ერთმანეთს აზრები გაუზიაროთ და თუ ეს ყვავილები დაფარავენ და ილია ბიწაძეს ჭიათურაში ჩავედი და ვერ დავინახავ, რა თვლიდა მაგისი ყვავილი. აი ეხლა სტუმრად რო გახდით ჭიათურაში, დიდი ყვავილებიანი ლარნაკი იყო და პირველი რომ დავსხედით, ავიღეთ და გადავდეთ, იმიტომ რომ ერთმანეთს ვეღარ უყურებდით. აი, ესე იგი ლამაზია რო შევედით, მოგვეწონა ძალიან. მაგრამ ერთმანეთს რო ვეღარ ხედავდით, მერე უკვე გადავდეთ ის. ამიტომ ალბათ ძალიან დიდიც არ არის სწორი, რომ ჩვენ ერთმანეთს მოვეფეროთ. სტუმრები ისე უნდა დავსვათ, რომ შუალები თეფშებს შორის 80, უკიდურეს შემთხვევაში 50 სანტიმეტრი მაინც გამოვიდეს. ახლა როგორ უნდა გავიგოთ ეს 50 სანტიმეტრი, აი დაახლოებით აი ამ ხელა გამოდის, აი დაახლოებით. რატო იცით, რომ აი ადამიანი ისე კი არ იჯდეს, რომ გაჭედილად, რომ ვერ მოძრაობს რა, თო ეს უხეხულია, აი რომ თითქოს მეზობელს აწუხებ. ამიტომ თუ საშუალება გვაქვს, უნდა ესე იგი დისტანცია ისე დავიცვათ, რომ ზოგი ხო ყველა გამხდარი ხო არ არის, ზოგი ხო დიდი ტანის ადამიანია და ის რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს, აი ასეთი რჩევებია. წვნიანისთვის კოვზს ვდებთ მარჯვენა მხარეს. ნახე, თეფში ხომ აქვს? მარჯვენა, ანუ თეფშიდან მარჯვნივ იდება კოვზიო, ასეთი რჩევა. შემდეგ თეფშთან ახლოს უნდა დავდოთ დანა, ანუ პირველი იდება კოვზი, მერე იდება დანა, რომელსაც მჭრელი პირი თეფშისკენ უნდა ჰქონდეს მიქცეული. ნახე, ხო მჭრელი პირი, ვითაც იჭრება. აი ეკატერინე განსაკუთრებით ყურადღებით მოუხსმინე, რომ შენ ვიცი, რომ დაიმახსოვრებ, ისეთი ყოჩაღი გოგო ხარ. მერე ჩვენ ამ ჩანაწეს გავაკეთებ და ვისაც მოუნდება, კარგად მოусმენს და მე შეიძლება თქვენც მოусმინოთ მერე, რომ თუ რაღაცა დაგავიწყდათ, ეს ჩანაწერი გვაქვს და აი მაგით არის ჩვენთვის კარგი. ნახეთ, დანის მჭრელი პირი, აი ხო აქ ესეთი დანა რო ჭრის, უნდა იყოს თეფშისკენ, ანუ გვერდზე ისე დავდებთ, რომ თეფშისკენ იყურებოდეს დანის მჭრელი პირი. მარცხნივ ვდებთ ჩანგალს, ნახეთ, მარჯვნივ ხო დავდეთ კოვზი და დანა, მარცხნივ ვდებთ ჩანგალს. კოვზი და ჩანგალი ისე უნდა დავაწყოთ, რომ მოღუნული მხარე ზემოთ ჰქონდეს მოქცეული. ესე იგი, კოვს ხო ესეთი მოღუნული მხარე აქვს, აი ზევით იყურებოდეს, ესე კი არ იდეს, არის ესე იყურებოდეს კოვს. რომ ზედ არ შეეხოს, აი ჩვენ ხო მერე უნდა ეს შევჭამოთ, ის და ის რომ ზედ არ შეეხოს რამეს, ისე იდება, რომ მისი პირი, რომლითაც ჩვენ საჭმელი უნდა მივიღოთ, რომ არაფერი არ შეეხოს მას, რომ მიკრობები არ აიპრას. თეფშის წინ მარჯვნიდან მარცხნივ, აი ჩემიდან აქედან აქეთ, ალაგებენ სასმისებს. პირველი ჭიქა განკუთვნილია მინერალური წყლებისთვის. თქვენ იცით, რომ მინერალური წყლისთვის, აი თქვათ, ნაბეღლავი, ლიმონადი, უფრო დიდი ჭიქა იდება. ან ხო, შემდეგ ვდებ შამპანურის ორთომელს. შამპანურის ორთომელი, აი დიდი ბუთხუზა ლამაზი თეთრი ჭიქები როა გამჭვირვალე. იქ ცოტა ჩაასხავენ, მერე ესე მოსვავენ. ესე იგი ჯერო უნდა დაიდოს დიდი ჭიქა, ანუ წვენისთვის ან ლიმონათისთვის, მერე ორთომელი, ბუთხუზა ჭიქები და შემდეგ გამჭვირვალე ჭიქა ღვინისთვისო.
ეს გამჭვირვალე რატო უნდა იყოს, იცით? რომ დავასხამთ, გამოჩნდეს იქ თეთრი ფერის ღვინოა, მუქი ფერის ღვინოა, აი შავ ღვინოს რო ეძახით, მაგას ქვია წითელი ღვინო. ესეთი დასახელება. თასები, ბოთლები თუ სხვა ჭურჭელი არ უნდა დავტოვოთ მაგიდაზე. ანუ ზოგადად ეთიკურად საერთაშორისო სისტემაში მიღებულია, რომ არ გადავტვირთოთ მოკლედ ჭიქები, ესე იგი, ბოთლებით არ გადავტვირთოთ სუფრა. აი უცხოეთში ესე იციან, ხელით მოიტანენ, ვინც არის დამსხმელი და დაგისხავენ. რამდენი ძალევშენ, ისევ მოიტანენ და დაგისხავენ, ასეთი წესია. თუმცა ჩვენთან საქართველოში ესე იგი, ჩავდგავთ ხოლმე დოქებს ლამაზად, ქართულად ჩავდგავთ ხოლმე და ჩვენ თვითონ ვასხავთ ეს ჩვენ. საჭმელი შემოაქვთ, ჩამოატარებენ და როდესაც გადაიღებენ, გააქვთ. გარკვეული ხნის შემდეგ გაათბობენ, გაცივდება ის, ისევ შემოიტანენ და ხელახლა შესთავაზებენ სტუმრებს. მაგიდაზე მისი დადგმა ულაზათოა, ანუ ზოგადად ეთიკის თვალსაზრისით ყველა საჭმელს ასე არ აწყობენ. ესე იგი, ეთიკური თვალსაზრისით მსოფლიოში. თუმცა ქართველებს ასე გვიყვარს, რომ კაი კერძს რომ მოიტანენ, დააწყობენ და ჩადგმით არის ჩვენთან და თუგინა გადაიღე, მერე კიდე გადაიღე და კიდე გადაიღე. აი ჩვენ ადრე სტუმრებს ნაირ-ნაირი საჭმელებით დახვავებულ, ლამაზად გაწყობილ სუფრას ახვედრებდნენ. აი რა სასიხარულოა, რომ ქართველებმა ეს ტრადიცია შემოვინახეთ. ანუ ჩვენ ბავშვებო, ძველი ნამდვილი ძველებური ადათ-წესებით სარგებლობთ დღესაც. ახლა როგორ დავსხათ სტუმრები? მოვიდნენ დავით სტუმრები, ეკატერინა დატრიალდა ახლა და ამასაც თავისი ეთიკური წესები აქვს. სად ვინ დავსვათ? თუ გსურთ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატოთ სტუმარი ქალის მიმართ, ახლა მოგვიდა სტუმრად ეკატერინა, რომელიც არის დამსახურებული არტისტი, მომღერალი, მსახიობი, განთქმული და ჩვენ გვინდა რომ ძალიან დიდი პატივით ვცეთ ახლა. ეს არის მსოფლიოში გამოჩენილი დამსახურებული ადამიანი და ნახეთ რას ვაკეთებთ. მაშინ ის ოჯახის უფროსმა მამაკაცმა უნდა მიაცილოს მაგიდასთან. ანუ თქვათ ილია ბიწაძის დაბადების დღესია ეკატერინა მოწვეული. ილიას მამა წაიყვანს სუფრაზე დასასმელად. პატივისცემა ეს არის. მაგრამ თუ დავით ტოგონიძე კვარაცხელიაზე მაგარი ფეხბურთელი დადგა და ჩემპიონთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ფეხბურთში და გახდა საუკეთესო ფეხბურთელი და მთელი ამბავი და მოვიწვიეთ სუფრაზე და ჩვენთვის დიდი პატივია დავითის მოწვევა. უკვე ჩვენი ილია ბიწაძის დედა მამა კი არ მოიწვევს დავითს, დედამ უნდა მოიწვიოს. ანუ ოჯახის უფროსი დიასახლისი, ანუ ილიას დედა მოიწვევს. ნახეთ როგორ არის. თუ ეკატერინა გვეწვია ქალბატონი, მაშინ ილიას მამა მოიწვევს, თუ კაცი გვეწვია მამაკაცი დავითი, მაშინ ილიას დედა მოიწვევს. მოგზანდით ბატონო დავით, დიდი მადლობა, როგორ გაგვახარეთ. მიფიქრეთ, რომ ვერ გამონახავდით დროს, მაგრამ რომ მოხვედით, ჩემო საყვარელო დემეტრე, დიდი მადლობა, აბა დავბრძანდით. მაგიდის თავი და ბოლო, აგრეთვე შუა ნაწილი, სადაც დიასახლისი ჩდება, ითვლება საპატიო ადგილად. ესე იგი დავიმახოთ თორემ. ყველაზე საპატიო ადგილი სუფრა ხო არის ესე გრძლად, არის ან თავში, ან ბოლოში, სულ ერთია, სადაც თქვენ ჩათვლით საჭიროთ, სადაც უფრო მოსახერხებელია, ან შუაში, რომ ყველამ დაინახოს. ეს ეკატერინა ესეთი ლამაზი გოგოროა და საპატივსაცემულო სტუმარი, ყველას ხო უნდა რომ ახლოდან დაინახოს, ავტოგრაფები აიღოს, უთხრას რომ მე თქვენი სიმღერები ძალიან მიყვარს და დიდი მადლობა და რაღაცა მოეფეროს. ამიტომ შუაში საპატიოა, თავში საპატიოა და ბოლოშიც ეს უკვე საუკეთესო ადგილია, როდესაც კედლისკენ ზურგშექცევით მოუხდებით. აი სიტყვაზე ახლა ნახეთ, ჭიათურას მაგარი ხედები აქვს რა და დაგვსვეს ეზოში. მაგარი ნიავი უბერავს იქ და ჩვენ არსებობს ერთი ადგილი,
თუ ჩვენ ბუნება შევაქცევ ზურგს, მაშინ გამოჩნდება ილიას სახლის კედელი. მაგრამ თუ კედლისკენ დავსვათ ჩვენ საყვარელ ეკატერინას, მაშინ გამოჩნდება ჭიათურის ლამაზი ხედი. ამიტომ ესეც სტუმარმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საპატიო სტუმარი ისეთ ადგილას დასვას, იმიტომ რომ ილიას მაგის მეტი რა აქვს ნანახი, ჭიათურის მეტი და ამიტომ ჭიათურელები დასხდებიან იქით ამ მხარეს და კედელს უყურებენ უпростоრად ეკატერინეს, ლამაზი რომ არის, ეკატერინეს კი დასვავენ ზეგი კედლის შექცევით, რომ დაინახოს ეს ლამაზი ბუნების ხედი. ბატონო, მამაკაცები თავიანთ თანმხლებ ქალებს გვერდით კი არ უნდა დაუსხდნენ. ნახეთ ეთომასწავლებელო, ჩვენ ძირითადად აი ქალბატონებს რომ მივიწევთ ხოლმე, პატივისცემად უფრო ვთვლით, რომ გვერდით მოვისვამთ ხოლმე. მაგრამ ნახეთ ეთიკურად როგორ ყოფილა, ჩვენ თანმხლებ ქალებს არამედ პირისპირ უნდა დავისვათ. მიხვდით, რომ პატივიცეთ დაუსხათ, გადავა მივაწოდოთ, უთხრათ, რომ რა ლამაზად გამოიყურებით, დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით და ასე შემდეგ. ანუ გვერდიდან აბა როგორ შევხედავ ეკატერინეს, ასეთი მომღერალი და ლამაზი გოგო რო გვეწვია, ესე იგი პირისპირ დავსვათ და ასე უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევ. მასპინძელმა წინასწარ უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ თითოეულმა მამაკაცმა იცოდეს, რომელი ქალი მიაცილოს მაგიდასთან. ასეთ ეტიკეტს იცავენ მხოლოდ ბანკეტის დროს. აი ბანკეტი რა არის? დამთავრდა სკოლა და სიტყვაზე კლასში დავიწყავს 10 გოგო, 10 ბიჭი, ხო? და გადანაწილდებიან ბიჭები. რომელ გოგოს მოიყვანს, მერე რომელ გოგოს მოიწევს უფრასთან, რომელი და მერე აი ესე იგი ნახეთ როგორ ყოფილა. წინ უნდა დავისვათ ჩვენი თანმხლები გოგო, რომ მივაქციოთ ყურადღება და პატივისცემა. ბატონო, გოგო და ასე მხოლოდ ბანკეტების დროს ხდებაო. წვეულების მომწყობნი ვალდებული არიან ყველა წვეულებისათვის სასიამოვნო ატმოსფერო შექმნან. მათ სტუმრებს მაგიდასთან ისეთნაირად უნდა მიუჩინონ ადგილები, რომ ერთმანეთის გვერდით მოხვდნენ ადამიანები, რომელთა შორის მხიარული საუბარი გაიქმნება. ესე იგი ნახეთ ახლა სიტყვაზე, ჩემი რო ჩამოვიდნენ ახლა ეკატერინეს დაბადების დღეზე ჩვენი გოგაშნელები, ჯავახობა იყო 2 დღის წინ, ახლა დიდი ზეიმი არის, თუმცა ჯავახობაში პირველი დიდი დღესასწაული აქვს. 7-ში აღნიშნავენ და ეხა უყურე გოგაშნელები რომ ერთი იქით დავსვა, ერთი იქით, ერთი ათეთ, ერთი აკეთ, ხო? შეიძლება მოიწყინონ, თუ ერთად არ არიან. ამიტომ ნახე რაზე ზრუნავს მასპინძელი, რომ თავისი სტუმრები ისე დასვა, რომ ერთმანეთთან შინაურულად იგრძნონ კარგად თავი, რომ იმხიარულონ და თავისი აზრები გაცვალონ. თუ ყველა სტუმრის ერთ ოთახში მოთავსება გაჭირდა, მაშინ შედარებით ახალგაზრდებისათვის სხვა ოთახი უნდა გავაწყოთ, ესე იგი მაგიდას. ნახე როგორ ხდება სიტყვაზე არის ისი დაბადების დღე, დემეტრეს დაბადების დღე. მოვედით ჩვენს და ჩვენი მშობლები, მასწავლებლები, უფროსი ადამიანები. ნახე და ავეღარ ვეტებ, იმდენი სტუმარია. ნახე რას გააკეთებს დემეტრეს დედა, თავარ სუფრაზე დასვავს უფროსებს და შეიძლება დავითისთვის, ეკატერინესთვის, ილიასთვის ცალკე პატარა სუფრა იქით გაიშალოს. ხა იმდენ ღვინოს ხო არ სვავენ, ხო პატარები ლიმონად დალევენ, საჭმელს მიირთმავენ, მერე ტორტ შეჭამენ და ასე შემდეგ. აი ეს არის, ესე გვასწავლია. ბატონო, ასაკის მიუხედავად მასპინძლები რჩებიან იქ, სადაც უფროსების ხედან. ნახეთ, ეთომასწავლებელი უნდა უფროსებთან დარჩეს, როგორც მასპინძელი, იმიტომ მთავარი უფროსების გამასპინძლება. უკეთესია ბავშვები ცალკე ოთახში დასხათ. ეს მოსახერხებელია მათთვისაც და უფროსებისთვისაც, იმიტომ რომ უფრო კარგად იმხიარულებენ, მოყვებიან რაღაც ახალგაზრდულ ამბებს. იქ უფროსებთან კიდევ უნდა ჩუმად იყვნენ, ეკვიან გაჩუმდი. ახალგაზრდები რო დასვან, თავის ენას გამონახავენ. თუ სუფრაზე მხოლოდ 2-3 ბავშვია და მეტი არა, მაშინ ისინი მშობლების გვერდით უნდა დავსვათ.
და არის საშუალება. როცა წვეულებას რესტორანში ვიხდით და მაგიდან წინასწარ გვაქვს შეკვეთილი, მაშინ ფულს შეკვეთის დროს ან წვეულების დამთავრებამდე ცოტა ადრე ვიხდით. ანუ ისე კი არა, რომ მე იმათ იფიქრონ, ვაიმე არ წავიდნენ. ისე არ წავიდნენ, რომ არ გადაიხადონ და ვალებში არ ჩაგვაგდონ მომსახურე პერსონალი, ხო გვაკვირდება. ამიტომ რომ არ ვანერვიულოთო, სანამ დასრულდება, ოღონდ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ სტუმრებმა არ დაინახონ. რატო იცი, შეიძლება ჩემო გითვალისებო, რაღაცა უხერხულობაში ვარდებიან, ძვირი ჯდება, ან რაღაცა მოულოდნელად დიდი ფასია და ასე რომ არა თქვა, რომ ვაიმე ეს რა ძვირი დაგიჯდა, რატო შეწუხდი ჩემო სამყარო, ამიტომ მასპინძელი ამას შეუმჩნევლად აკეთებს, ისე შეუმჩნევლად აკეთებს, რომ მასპინძელი, რომ სტუმარი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს. კი ბატონო. ფულის გადახდა სტუმრების თანდასწრებით არ შეიძლება. ამაზე მოგახსენეს, სტუმარმა უნდა იცოდეს რა წვალება და შრომა, ესე იგი მასპინძელს რა წვალება და შრომა დაუჯდა ამ ლამაზი სუფრის გაწყობა თუ რესტორნის მოლამაზება, ეს სტუმარმა არ უნდა იცოდეს. სიტყვაზე რომ რა ძვირი დამიჯდა რა, სტუმარი უხერხულად იგრძნობს თავს, ეტყვის კაცო არ გინდოდა ეს რესტორანი, ამდენი რაღაცა, ხო? შენ ეს არ უნდა შენიშნო. შეიძლება შენ ოჯახის წევრთან თქვა, მეორე დღით ან მესამე დღით, ოღონდ სტუმარს ეს არ უნდა გავაგებინო. არა ეთიკურია ეს. როგორ მოვიტანოთ სუფრაზე საჭმელ სასმელი? აბა ეკატერინესთან მივედით ახლა და ეკატერინემ უკვე უნდა მოგვართოს ახლა სადილები. რომელი შემოაქვს ჯერ და რომელი შემდეგ? ჯერ მოაქვს მსუბუქი საუზმე, შემდეგ უფრო მძიმე და მსუყე საჭმელი, ასევე სასმელიც, ანუ ნელ-ნელა უფრო შემოაქვს კვერცხისა და ბოსტნეულის სალათი, შემდეგ ხორცისა და ღვიძლის პაშტეტები, ვინეგრეტი, სარდინი, ლორი და სხვა. ცივ საუზმეს მოსდევს წვნიანი, ღრმა თევზებზე დასხმული. შემდეგი თავი საჭმელია თევზეული. ამას მოსდევს ორი თავი ხორციანი საჭმელი, რომელთაგან პირველი საქონლის ხორცი ან ნანადირევია, მეორე კი შემწვარი ან ფარშირებული წიწილები. დიდ ბანკეტზე ხორცის შემდეგ მოაქვთ ტკბილეული. აი ქალბატონებს ტკბილეული უყვართ, ნაყინი, კამფეტი, ხილი და ყავა. ცხელ სასმელებზე, ჩაიზე და ყავაზე ზრუნვა ოჯახის დიასახლის აქვს მინდობილი. ხოლო ცივ სასმელებზე კი მასპინძელი მამაკაცის ზრუნავს, მოაქვს ღვინო და ჭიქებში თვითონ ასხამს, რომ პატივისცემა. ყავაზე ან ჩაიზე ასე ეკითხებიან, თქვენ ტკბილი გინდათ თუ უშაქრო სასვამთ? და ასე შემდეგ, მოკლედ საუზმეს თევზსა და წიწილებს ჩაციებული მსუბუქი თეთრი ღვინო უხდება. ნანადირევს კი წითელი ცივი ღვინო. საზეიმო სადღეგრძელოებისთვის რეკომენდირებულია შამპანური. აი სიტყვაზე რაღაცა დიპლომი აიღო ილიამ და მივდივართ, რომ ეს მეცნიერებათა დოქტორი გახდა, ხომ? ამ დროს შამპანურს და საზეიმო და ჭიქებში დავასხავთ და ფეხზე თხოვით, ვიტყვით ამ სადღეგრძელოს. როგორ მოვემსახუროთ სტუმრებს? სტუმრის კარგი მომსახურებისთვის საჭიროა დიდი ტაქტი და ყურადღება. ანუ ტაქტი არის, როგორ მიუმართოთ, როგორ მოვიქცეთ. დიასახლისი ხმამაღლა არ უნდა იძლეოდეს განკარგულებებს. არ გამოთქვამდეს საყვედურებს, აი თოქმას რო ეჩხუბება, რა არის ეს და რანაირად იცი შენ? საყვედურს რო უხერხულობაში ვარდება სტუმარი. თორემ შესაძლოა ყველაფერი გაიგოს სტუმრებმა. მან წინასწარ უნდა განსაზღვროს სუფრის გახსნის მიმდინარეობა, რაც საშუალებას მისცემს მაგიდის გაწყობამდე ყურადღება მიაქციოს სტუმრებს. ნახმარი თევზების ალაგების დროს სტუმრებს მარჯვენა მხრიდან უვლიან, აი თევზი რო შეუცვალო, ნახეთ, მარჯვენა მხრიდან უვლიანო. სუფრა
სუფთა საინების მოტანა კი მარცხნიდან ხდება. ანუ რომ მოგცემენ, ნახე, აქედან მიაწვდი, იქიდან დაგიდები. რათა მაგიდა ზედმეტად არ გადაიკირთოსო. აი ესეთი კარგი რჩევა. ზოგიერთ კერძს მაგიდაზე მდგარი ლანგრიდან სტუმარი თვითონ იღებს. ხოლო ვიდრე ჩვენ საინზე გადმოვიღებთ, ჯერ გვერდით მსხდომ თანამ მესუფრეთ უნდა შევთავაზოთ. გადაღების შემდეგ ლანგარს ან გვერდით ან სხვას გადავატვით, ან ისევ თავის ადგილზე ვდგამთ. აი რას ნიშნავს იცი დავით, უყურებ? ჩამოატარა ეხლა ეკატერინა, მოგვიტანა. ვთქვათ ჩაქაფული, ხო? ნახეთ, აქედან ილიამ იზის, აქედან დავითი. მე კი მომაწოდა, მაგრამ ჯერ მე კი ავიღებ მე და ილიას მივართვენ. გადაიღო ილიამ, ხო? მერე დავითს მივართვენ, მე გადაიღო და მერე მე გადავიღებ. მერე ან დავდგავ იგივე ადგილზე, ან იქით დემეტრეს გადავოდი. აბა მიირთვით დემეტრე თუ შეიძლება ესე ვეთქვი. ეს არის პატივისცემა. ზოგიერთ კერძს მაგიდაზე მდგარი ლანგრიდან სტუმარი თვითონ იღებს. ხოლო ვიდრე ჩვენ საინზე გადმოვიღებთ, ხო ეს უკვე ვთქვით, რომ ანუ ჯერ შევთავაზოთ თუ ერთმანეთს და მერე უკვე ჩვენ. ღვინის დასხმის დროს ჭიქას ხელში არ იღებენ. ბოთლი გვიჭირავს მარჯვენა ხელში. ჩვენ გვემსახურება სასმელის დაქცევის, ხო, ვინც გვემსახურება სასმელი დაქცევის თუ ეშინია, შეუძლია ჭიქა აიღოს. ნახე, ეხლა თუ შორიდან ვასხავ, შეიძლება გადმოიღვაროს და სტუმარ ეკატერინეს ლამაზი თეთრი კაბა აქვს და მე რო შავი ღვინო დავზედ დაერთხაროს. ამიტომ ნახე, რას გვირჩევენ, ესე შორიდან კი არა რომ ვერ ვთქვით, ესე კი არ თუ ვერ ვწდებით, ავიღებთ ჭიქას, ან დავიცვეთყვით, თუ შეიძლება ეკატერინეს ჭიქა მომაწოდეთ და დავითი ჭიქას გამომიწვის, მე ახლოდან დავასხავთ, ისე რომ ბოლომდე კი არ გავავსებ, რომ საშიშროება იყოს, დაღვეს, ისე რომ ადგილს დავტოვებ და დავითი დაუდგავს. დიდი მადლობა ეკატერინე ერთხვის, დიდი მადლობა. თან მადლობთ, კი ბატონო. ხო, თუ იმის გვეშინია, რომ ესე იგი დაღვრა არ არის, სწორე ეთიკური არ არის, მით უმეტეს თუ ქალებთან რომ არ დავთხვაროთ, ნახეთ რა ხდება, სტუმრის ზურგს უკანაც შეიძლება ავავსოთ. ანუ ნახეთ, დაგვადგა ილია ჭიათურაში ვართ და დავითს უთხრა, ეკატერინეს ჭიქა მომაწოდე, დავითმა მიაწოდა ზურგს უკან, ანუ სუფრაზე კი არა, იქით დაასხა, ისევ დავითს მიაწოდა და დავითმა დადგა. აი ესეც შეიძლება ეთიკურად გამართლებულია. კი ბატონო. ეხლა ჩვენთან საქართველოში ზოგჯერ ბოთლეს მაგიდაზე ჩამოდგამენ და სტუმრები თვითონ ასხამენ. ჩვენ დოქებიც ვიყვარს ქართველებს. მე ერთი დოქი მაქვს იმერეთში მაჩუქეს და ზედგუთანი აწერია თომასწავლებელო და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ესე იგი ამ ადამიანმა გუთანი დააწერა, თვითონ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მე რამდენი ამას დავხედავ, ის ადამიანი მახსენდება და ასე ვთქვათ, ვექცევი ფაქიზად ამ ყველაფერს. ზოგჯერ ხო, ეხლა ქალებს სასმისებს მამაკაცები უსავენ და ყოველთვის მარჯვენა მხრიდან. ანუ ჩვენ უნდა მოვემსახუროთ, მიხვდით ქალებს. თუ ქალს დალევა აღარ უნდა, დაძალება არ შეიძლება. ქალი ხო იმდენ ღვინოს არ სვამს და ვერ სვამს როგორც მამაკაცი. ამიტომ არ უნდა დაუწყოთ გინა თუ არა, უნდა დაალიოთ და არც მამაკაცს და არც ქალს ეს არა ეთიკურია, რომ დავაძალოთ იმას რამდენ სიამოვნებს, იმდენი უნდა დაალიოს და ზომიერებაა საჭირო, ჩვენ არ უნდა დავთვალოთ არც მამაკაცი და არც ქალი. ნიშნად იმისა, რომ მეტი აღარ დაასხან, ჭიქაზე ზოგჯერ ხელსაწვენს ან ხელის აფარებენ ხოლმე, ეს არასწორიაო. ანუ ზემოდან ხელსაწვენს დავდებ, რომ აღარ დამისხან. ან აი დაიწყო ხო ილიამ ჩამოსხმა, მე ეკატერინემ ხელი ჭიქას დააფარა, რომ მე აღარ დამისხან, არასწორიაო. ან და უკუღმა ზოგი დადგავს ესე, რომ აღარ დამისხან, ულამაზოაო. უბრალოდ უარის თქმა საკმარისია. ეკატერინე ეთქვის, აღარ დამისხას, მე აღარ ვსვავ. აღარ გიახლებთ და დიდი მადლობა მე. კარგი მასპინძელი თვალყურს ადევნებს ნადიმის მთელ მსვლელობას.
თუ კი შეამჩნევს, რომ ხიარულობა მიკლო, ან და საუბარი შეუფერებელ თემაზე გადავიდა, ის ტაქტიანად უნდა ჩაერთოს. ნახე ახლა რა ხდება? აი სიტყვაზე ზოგჯერ ნადიმის დროს რაღაც უსიამოვნო თემაზე შეიძლება კამათი გაიმართოს. თქვა პოლიტიკურად, ის სხვა პარტიაშია და დაიწყეს ლაპარაკი და შეიძლება ცოტა დაიძაბოს და რა საჭიროა ახლა ჩვენ ეკატერინეს დაბადების დღეზე ვარ და არა პოლიტიკური იმის განხილვაზე, ხო? ამიტომ უნდა მასპინძელმა მოკრძალებულად უთხრას, რომ მოდი შევცვალოთ თემა. აქ ჩვენ მაგიტომ მოვედით აქ, რომ ჩვენ ერთმანეთს მოვეფეროთ ეკატერინეს სიყვარული გამოვუცხადოთ და გავიხსოთ გულების სიყვარული. ან და ვთქვათ, ვიღაც მომღერალზე ან მსახიობზე წავიდა ლაპარაკი, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს და წავიდა იქ ძაფრი საუბარი, ვიღაცა აქებს, ვიღაცა კიდე აძაგებს და ეს რა საჭიროა, რომ აი მასპინძელი ლამაზად ჩაერმება და იტყვის, აბა ეხლა სადღეგრძელო თუ შეიძლება ბატონო თამა დაეტყვიან. მთელ ზეიმს ტონს დიასახლისი აწევს. ნახეთ, დიასახლის მარტო ის კი არ ევალება, რომ კარგი საჭმელები მოიტანოს და ერთმანეთთან დასვას ისე, რომ მხიარულად და კარგად იგრძნოს ადამიანმა. დიასახლის ასევე ევალება, რომ ტონი, ანუ თბილი გარემო დაამყაროს. აი არ იყოს ესეთი დაძაბული საუბრები და ასე შემდეგ, ესეც ევალება. დიასახლისი მაგიდასთან პირველი ჩდება, ნადიმის დამთავრებისას პირველი დგება დიასახლისი. ამის სტუმრებს ანიშნებს ნადიმის დასრულებას. ნახე, ეთო მასწავლებელი რომ უკვე ადგება სუფრიდან, უნდა მივხვდეთ, რომ გადაიღალა ოჯახი და ლამაზად უნდა დასასრულისკენ წავიყვანოთ. ლამაზად ხდება ეს რა შესაბამისად. თუმცა საქართველოში დიასახლისები ცდილობენ, რომ არ წავიდეს სტუმრები და ბოლომდე დატოვონ და რაღაცა ესეც სიყვარულის ამბავია. კერძი რამდენჯერმე შეთავაზება გულის გამაწვილებელი და მომაბეზრებელია. აი განსაკუთრებით ჩვენთან იმერეთში იციან, რომ გეტყვიან 5-ჯერ, 10-ჯერ გინა თუ არა გადაიღეთ რაღაც. ამდენი არ არის საჭიროა. ერთხელ თხოვნა საკმარისია. მორცხ სტუმარს კი შეიძლება შევთავაზოთ 2-ჯერ. კახეთში კიდე ერთხელ გეტყვიან და თუ გაიპრანჭე და თქვი არ მინდაო, შეიძლება მშიერიც დარჩე. ამიტომ დაიმახსოვრეთ კახეთში იმერლებმა თამამად მოიქეცით. მასპინძელს ძალიან არ ესიამოვნება, როცა სტუმარს ძვირფასი ჭიქანთებში გაუტყდება, მაგრამ მასპინძელი რისი მასპინძელია, თუ კი თავის უსიამოვნობა სტუმარს აგზნობინებს. კი ეხლა გაუტეხეთ კაითებში ან ჭიქა ეთომასწავლებლებს, მაგრამ ძველი იყო ეთომასწავლებელი ეტყვის, არაფერი კაცო, თქვენ მაგაზე არ დაღონდეთ, მაგის მეტი რა არის. აბა ესე რო თქვას, რა არის რა, რაღა ეგ მაინც და მაინც ეგ ჭიქა გამიტეხეთ, ისე მიყვარდა ეგ ნაჩუქარი თებში იყო რაღაცა. ჩვენთან კიდე ასე იციან ხოლმე, რომ გამოიყვანონ ხოლმე სტუმარი მდგომარეობა, ბიჭი, როცა გატყდება ხოლმე, ესე იგი ბიჭი შეეძინება ოჯახსო და გამოყავთ ასე მდგომარეობა. ძალზე ულამაზოა, როცა ქმარი ცოლს მოუხერხებლობის გამო საყვედურს დაუწყებს. ან და ქმარს თუ შემთხვევით თებში გაუტყდა, ცოლი გაკაპასდება და დაუწყებს. და ეხლა უყურე სტუმრები უხერხულობაში ვარდებიან, გინდა ცოლ ქმარს მოუვიდეთ რამე შელაპარაკება. ეს სტუმრისთვის უპატივცემულობაა. მხიარულ ბუნებრივ ატმოსფეროს ქმნიან მასპინძლებიც და სტუმრებიც. აი ერთად არის ჩვენთვის ნადიმი. ეხლა ნახეთ, ქართული ნადიმის მიზანი რა არის? დავით, მოვიტანოთ სიყვარული, გავცეთ და სხვებს გაუთმოთ გული და მივიღოთ ჩვენ სხვებისგან სიყვარული და ჩვენც წავიდეთ სიყვარულით ავსილები და ასე ვიცით ხოლმე, რომ აი როგორც ბატარეას ხო ჭირდება, რომ შეერთება ტელეფონი ხო არ იმუშავებს თუ არ დავტენით და ჩვენც ასე ვიტყვით ხოლმე, რომ აი მე ეხლა თქვენთან ყოფნით ავისე და დავიტენე სიყვარული. თუ ეხლა მზათავარ, რომ გავაგრძელო პატიოსნად ჩემი როლის ერის წინაშე, ოჯახის წინაშე, მეგობრების წინაშე, სულგრძელად და ესე იგი რუდუნებით შევასრულო. ხალხო, იმ სიყვარულის სადაულიოთ. კახურ მრავალზამიერში რომ ღერიან,
და მტრობით დანგრეულს რომ აშენებს. მტრობით დანგრეულს მტრობავე აღადგენს, სხვა ვერაფერი. დანგრეულის აღდგენას, წართმეულის დაბრუნებას, ხოცვა, ჟლეტა. ტრის განადგურება უნდა. სვანაირად არა გამოარა. ეგენი სიძულვილს შეუძლია და არა სიყვარულს. რათა კაცო. გამარჯობათ ბატონო. მოგის გაუმარჯოს. სამშვიდობისა ქალბატონო. შემოგიერთებით თუნებას მომწონს. დავდადე თუ სიზმარია დღევანდელი დღე. ჩემო ვახტანგ. დაუშვად მოვიდა მტერი. გაგითელა შენი მოდმით ნაკარნახევი ცხოვრების წესი. შეგიგინა სარწმუნოება. ცხადია ამ კაცს კლავ. მაგრამ მიტომ კი არ კლავ რომ გძულს. უპირველესად ყოვლისა იმიტომ რომ გაგითელა, შეგიგინა წაგართვა ის რაც გიყვარდა. შენი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება. სიყვარულიდან მოდის მსხვერპლის გაღება, თავგანწირვა და ის ძლევა მოსილება წართმეულს რომ დაგიბრუნებს. ჩვენი მამა-პაპა უმრავლეს შემთხვევაში იარაღით ხვდებოდა მტერს. დღევანდელი ქართველი არის ხომ თავისი მომავალი თაობების მამა-პაპა და რა დაუკრეფია გულხელი ნეტავი. გადაგვარდა, დაჩიავდა ხალხი. ჯინჯილებზე და ფოჩიან კამფეტებზე გაიყიდა. ეგრე უბრალოდ არ უნდა იყოს საქმე, ბატონო ვახტანგ. როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს გადაგვარება? სიყვარული დაკარგა ხალხმა. თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული. სამწუხაროდ ქალბატონი ნანო მართალია. მაგრამ მე ცოტა სხვანაირად შემოვატრიალებდი მაგას. სნეობა დავკარგეთ. სნეობა. ესა თუ ის ერი სახელმწიფოს ვერ დაარსებს. თუ ამით კაცობრიობა სამსახური არ გაუწია. საერთაშორისო ფუნქცია. მსოფლიო ისტორიული მისია საჭირო. ქართველთა სახელმწიფოს შექმნასა და არსებობას იმან ჩაუდგა სული, რომ ქრისტიანობისათვის განაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში. მეორეს მხრივ ირანისა და ბიზანტიისათვის იმ ძალად ვიქეცით, რომელსაც ჩრდილოელ მომთაბარეთა სამხრეთული ლაშქრობების დაკონტროლება შეეძლო. სახელმწიფოს შექმნამ სტაბილურობა მოიტანა და ჩვენს მიწა-წყალზე დიდი სავაჭრო გზები გაიდო. განვითარდა ეკონომიკა, რომელმაც აზიურ აღებმიცემობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ასეთი მსოფლიო ისტორიული მისიის აღსრულება გამუდმებულ ომებსა და თავდაცვას ნიშნავდა და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე ჰქონდა მომართული. პიროვნება, მოქალაქე, ერის ფუნქცია, სახელმწიფოს მისია გაიმეორა. ომი ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა. ცხოვრება თქო. ცხოვრება ხომ სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია, ხოლო ზნეობა ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა. შეიქმნა ვითარება, როდესაც სახელმწიფოსათვის რაიმეს დაშურება, საკუთარი სიცოცხლისათვის დაშურებას უდრიდა. ამიტომ დამკვიდრდა ზნეობრივი პრინციპი. ჯერერსა და სახელმწიფოს, რაც კი რა მაბადია. და შემდეგ ვიღებ მისგან იმდენს, რამდენსაც ბედი მარგუნებს. აი, რა დავკარგეთ. თუ სამშობლოს დაცვის, სახელმწიფოს შენახვის პირობა სიყვარულია, მაშინ ქართველებს და მსგავსი ისტორიის მქონე სხვა ერებს ცხოვრების ფუძედ საძირკვლად სიყვარული ქონიათ. სიყვარულს უშენებია მტრობით დანგრეული. ბატონო სანდრო, თქვენ ერთობ საინტერესოდ განმარტეთ ის, თუ რა დავკარგეთ. სიამოვნებით მოვისმენდი თქვენსავე აზრს იმის გამო, თუ როგორ დავკარგეთ და რანი ვართ დღეს. დიახ,
მზად ვარ. მამაო ჩვენოსავით ვიცი. დავიწყო ელიზბარ. მიდი სანდრო, მიდი. საუბარი მაინც შეგვჭირს. ვინც სხვა ცოცხლები ვართ? ფუნქცია. სოფლიო ისტორიული მისია დავკარგეთ. სლავთა სამთავროების გაძლიერებამ სამხრეთის იმპერიამ ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების შემოსევათა საშიშროება მოუსპო. ბიზანტიის იმპერია დაემხო და მართლმადიდებელი სამყაროს იდეოლოგიური ხელმძღვანელის როლი რუსეთმა იკისრა. ზღვაოსნობის განვითარებამ დიდი სავაჭრო გზები წყლებზე გადაიტანა და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ ქართველთა სახელმწიფოს დანიშნულება გამოეცალა. ქართველი ერის ცხოვრება ფიზიკური არსებობის შენარჩუნების პროცესად იქცა. ამ პროცესმა თავისი ზნეობა გამოიმუშავა, თავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული ზნეობა, რაც მრავალრიცხოვან დამპყრობთა მოსაგერიებლად უვარგისი იყო. ქართველი ერი სულიერად გადაიღალა, ხორციელად განადგურდა. გამოსავალი ერთადერთი აღმოჩნდა და დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტის უძველესმა წყურვილმა ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება. ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ნაწილად ვიქეცით. რუსეთთან შეერთებამ გაგვანთავისუფლა ომებისაგან, ლეკიანობისაგან, ბაგრატიონთა დინასტიისაგან და გადასახადებისაგანაც კი. ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა. ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს. 100 წელიწადია ვბალახობთ. ჩვენი ფუნქცია ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. აი ჩემი აზრით ასე დავკარგეთ ქალბატონო ნანო. ხოლო რანი ვართო რომ მკითხეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უნდა მოგახსენოთ. საშოვარს გადაგებული, გათითო კაცებული ყოფილი ერი. დამისხით მეც უნდა ვთქვა. დამისხი ლაზო. Профессионально наливает. Он что, из официантов? Нет, ваше благородие. Сиятельство! Да? ბატონო ვახტანგ. სიმართლეს ვიტყვი, ვერ შევძელი ხუმრობად მიმეღო ეგ. ვერ მოვერიე თავს. მაგრამ პატიება შევძელი მაინც და ნუ არ გვექნება წყენა ერთმანეთთან. თქვათ და არ გეპატიებინა. ნეტა რასიზამდე. გააჩნია რა შემომთავაზებდით ბატონო. დუელი რომ შემომეთავაზებინა? არ მივიღებდი გამოწვევას. უსინდისობა იქნებოდა ჩემგან ის. ვითომ რათაო? დიდი უპირატესობა მაქვს ძალიან. ამიტომ სულ დავწუნდა თქვენს უპირატესობაში. მოიცა ირაკლი. მომეცი არაღი. ქალბატონო ნანო, აქ არაფერი მოხდება ისეთი, მაგრამ ბოდიშს ვიხდი მაინც. სად შეუდობს ეს კაცი ასეთი არახს? დამიზნება არ ჭირია, თვითონ ხდება დალოცვილი. შენი იყოს ეგ. საოცარი სროლა გწოდნიეთ ბატონო გოგი. არაფერი ისეთი უკეთესიც არის. როცა ჰაერში ორშაურიანს ააგდებენ და უკან რომ აღარ დაბრუნდება, ისაა უკეთესი. აგერ ლას შეუძლია ეგ 10-დან 9 ჯერ.